მიტროპოლიტი გაბრიელი ჩაჩანიძე. ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. გამოცემის ავტორი გახლავთ მწერალი ანდრო ჩაჩანიძე. წიგნზე მუშაობა აწ გარდაცვლილი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაიწყო. გამოცემის რედაქტორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე. ღონისძიება ანდრო ჩაჩანიძემ გახსნა. წიგნი ეძღვნება მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მკითხველი 300-ზე მეტ დოკუმენტსა და 30 ფოტომასალას გაეცნობა. ღონისძიების ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის მსახიობებმა წიგნში აღწერილი ეპიზოდების სცენაზე გააცოცხლეს. გამოცემის წარდგინებას სასულიერო პირები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაბრიელ ჩაჩანიძე უსაყვარლესი პიროვნება, ქართველ ერზე შეყვარებული ადამიანი და რომელმაც ქრისტიანობისათვის საქართველოს სადიდებლად ფაქტიურად თავი შესწირა ისეთ ეპოქაში მოვაწეობდა კომუნისტურ რეჟიმის დროს და წიგნშიც არის აღწერილი მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ძალიან საინტერესო და საჭირო წიგნია, მე ასე ვიტყოდი, რადგან ისეთ ადამიანზე არის ეს წიგნი შექმნილი, რომელიც უცხოა ჩვენი საზოგადოებისთვის. მისი ღვაწლი უახლოეს ისტორიაში ქართული ეკლესიის მართლაც დიდია, თუმცა აი თუნდაც ეს მოწამეთას აღდგენის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინფორმაცია მწირი იყო და აი ამ სიმწირის მიუხედავად წიგნი გამოვიდა. არსებობენ ადამიანები, რომელთა ღვაწლი და ამაგი და ეროვნული მოღვაწეობა არის მიჩქმალული შეგნებულად მაშინდელი რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ. ეს ეხება ბოლშევიკურ რეჟიმს და საბჭოთა ხელისუფლების სპეცსამსახურებს. ასეთ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის გაბრიელ ჩაჩანიძე, გაბრიელ ზაქარიასე ჩაჩანიძე, რომლის ცხოვრება ორმხრივი იყო. ეს კაცი იყო უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე, დოცენტი და 1958 წელს აღიკვეცა ბერად და სასულიერო ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვა, იყო ქუთათელი განათლილი მიტროპოლიტი, რომელიც 1956 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცნობილი ამ პიროვნების შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის რამე, იმიტომ რომ შეგნებულად არის მიჩქმალული და მიმალული და დღევანდელი წიგნის გამოცემაც ამ დაუმსახურებლად ისტორიის სტილში მოქცეული პიროვნების გაბრიელ ჩაჩანიძის წარმოჩენაა საზოგადოების წინაშე. მის სახელს უკავშირდება მრავალი სასიკეთო საქმე, ეროვნული საქმეები, ეროვნული სულისკვეთების ადამიანი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოწამეთას ტაძრის აღდგენა თვითონ პირადად ჩაატარა, პირადად გააკეთა, პირადად იღებდა მონაწილეობას, ინიციატივაც და თანხების მოკრება. მოწამეთას ტაძარი მოგეხსენებათ იყო იმ პერიოდში 40-იან წლებში დანგრეული, დამწვარი, განადგურებული. აშენდა ეს ხელახლა აღადგინა ეს ტაძარი და წმინდა ნაწილები, დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, რომელიც იყო რეპრესირებული, ესე ვთქვათ, მუზეუმში ექსპონატებად შენახული, გაბრიელ ჩაჩანიძემ უახერხა, რომ დააბრუნა ტაძარში განმოაბრძანა.